ამიტომ მაინც აწიე რომ 40 მილიონად გარინეველი გინდა. უფრო იაფიანი გაქვს რამე. მესამე ყოველთვის უფრო იაფია. ხო, იქნება ის ხო რენ ჯონსონი? 135 დარჩა ფოფას და რობერტსონზე როგორ არ დავბიდე, ვაიმე. იმიტომ რომ წარმოიდგინე ეხა გაბროსთან იქნებოდა ძალიან ბატიპი, ვანდაიკი, დეხეა, ევრა, აბელშაუიერი, ძალიან მაგარი გუნდი. მოგესალმებით მეგობრებო, სეტის ახალი ეპიზოდი, ბრუნდება ნანატრი აუქციონი და ბრუნდება ლივერპული მანჩესტერის 21 საუკუნის საუკეთესო გუნდის საწყობით. ამ ტურში არის ეს ორი ინგლისური გრანდის დაპირისპირების შეხვედრა. თქვენ გაბრო, ფოფხა და ანდრო კვლავ გაქვთ მილიარდი დოლარი და ამჯერად ამ ორი გუნდის გაერთიანებით, ამ ორი გუნდის ფეხბურთელებიდან უნდა დააყენოთ საუკეთესო გუნდი. წესები კვლავ იგივეა. ტაქტიკა იქნება 4-4-2, ყველაზე ინგლისური ტაქტიკა, როგორც თქვენ მითხარით, იმედი არ მატყუებთ. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ვერავის ვერ გაატარებთ ფეხბურთელს, ყველა არ დამიწოთ მე წუწუნი რო ეს არავის არ გვინდა, ყველა ძალიან კარგი ფეხბურთელია. მესამე შედარებით სუსტი მოცემულობა არის ხოლმე. მისტერი ბოქსი ისევ გვაქვს. ხან კარგი, ხან უფრო მაგარი, ცუდი არასდროს. ზად ხართ რომ დავიწყოთ? არის ამდენ დაუჯეროთ. არ მოდაუჯეროთ ალბათ. დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ მარცხენა მცველით. მარცხენა მცველით დავიწყოთ და პირველი მარცხენა მცველი, რომელსაც მე თქვენ შემოგთავაზებთ, არის პატრის ევრა. საწყისი ფასი 60 მილიონი. ამბობი. უკვე ტირილი, ანუ ჯერ პირველი ფეხბურთელი გამოვიტანე, უკვე ტირით. ამ წარმოვიდგენია მე რა იქნება. პატრის ევრა 60 მილიონი. არ გაწყარეთ. მე ავიყვან არასერიოზულ მარცხენა მცველს, რომელიც თავის პრაიმში არავის არ ჩაბოვარდებოდა, მით უმეტეს თუ აქ ხოლმე შეზღუდული ვართ ლივერპულისა და მანჩესტერის ფეხბურთელებით. ჩემი აზრით, ბევრი უკეთესი ვარიანტი არაა. მე მაგალითად მხოლოდ ერთი მეგულება, რომელიც შეიძლება იყოს უკეთესი და ეგეც შეიძლება. ამიტომაც მე დამაჯერი ანდრო და ნებისმიერ ფასის მომატება შემიძლია, ხო? 5 მილიონია მინიმუმი. 65 არაფერში არ მაწყობდა. ვაფშე არაფერში. იმიტომ რომ ამას ვაპირებდი, მე როცა ავიყვანდი უკვე პატრის ევრას, მაგის მერე უნდა მეთქვა ეს, მაგამდე უნდა მეთქვა რომ ეს არის არასერიოზული კაცი, რომელიც ყოველ ორშაბათს გამოდიოდა და გვილოცავდა ორშაბათობას, თავის ორშაბათობას და ხან ცეკვავდა, ხან რაღაც. 1 მაგიდაზე 3 და 70. 50 არ არის მართლა ბევრი ვარიანტი მაგ პოზიციაზე უბრალოდ. ძალიან არ გამოგეგებია. 1 2 2 75 გადავიქცე. 75. იმიტომ რომ I love this game. 1 2 80 მილიონი, ეს 80. წაიღე. მაინც გამატანეს პატრის ევრა 80. პატრის ევრა 80 მილიონი. 1 2 3. I love this game, პატრის. რა თქმა უნდა. მაშინ სუარესიც შენ აიყვანე. აუ, კი, ორივე მინდა. ეგ არ მახსოვდა, ხიმიის გამო იმედია არ გამაკრიტიკებთ, რომ ევრა და სუარესი ერთმანეთთან. სუარესი. მოდი მეგობრებო, მარცხენა მცველი რადგან უკვე ერთი გათამაშდა. მეკარე. რატო გადახმე? არანაირი ლოგიკა რო არ იყოს ამიტომ. არ ხო ლოგიკა არ უნდა იყოს იმით. ედვინ ვანდესარი. საწყისი ფასი, სარი. სარი, ხო. ტეჰაგივითაა იქ, ხო ის საწყისი 2-ია. ფასი 60. არა, 60. ვარა დაგერ გარეთ იყიდება საღეჭი რეზინი. 60-ად არ გავატანო. არა ვანდერსარი როგორ. ეგ იცი ვის საყვარელი მეკარეა? 65. ეგ ტაფსონა საყვარელი მეკარეა. მართლა 70. ცოტა იმასკენ. ვა, 70. 75. ოფთაიმ საუკეთესო მეკარეა ტაფსონასთვის. ვანდერსარი და სამეოსება. 75-ზე ვარ, ხო? ერთი წამით ბოდიში ჩავნიშნა. გმადლობთ. 75, 1 2 და 3. შემდეგი მეგობრებო, ცენტრალური მცველი იყოს, იმიტომ რომ 2 მოგიწევთ ყველა მაიყვანოთ. პირველი გამოვიტან ვანდაიქს 80 მილიონად. ხო, ერთი რამე რომ იცოდეთ, რომ ვანდაიკი მაგალითად 80 მილიონად რო გამომაქვს, შეიძლება კიდე სხვა მცველი იგივე ფასად გამოვიტანო. ხო. ხო, უფრო ძვირად არა, მაგრამ იგივე ფასად შეიძლება. გასაგებია. იცით? ეგ მინიშნება გასაგებია. გასაგებია ვინ იქნება? ან იქნებიან 80 მილიონი ვანდაიკი. 85. 85 ვანდაიკი. 95. 95 ვანდაიკი. 105. 105 ვანდაიკი. 115. 115 ვანდაიკი. 115 ვანდაიკი. 120 მილიონი ვანდაიკი. 120 მილიონი. 1
მიდი, რა თქმა უნდა 125 მილიონი 1 2 და 3 ვანდაი ვირჯილი ყოველთვის შემდგ ვირჯილი ყოველთვის შემთან სადაც მე მგონი მეორე ჯერ ყავს ხო კი რა თქმა უნდა ვანდაიკი ძალიან მიყვარს და ამიტომაც რამდენად წაიყვანე 125-ად ხო მე მყავს ხაძული უკვე სერიოზული დაცვა მყავს პირველი ფორვარდი მეგობრებო პირველი ფორვარდი მე შემოგთავაზებთ უეინ რუნის საწყისი ფასი მოდი რუნის იყოს 80 მილიონი 80 ნახოთ 25 ვაზა 90 95 95 105 100 115 115 რუნი 120 ღირს მიღირს რუნი 120 120 რუნი 1 2 და 3 მე უბრალოდ უკვე დიდი ფული მაქვს დახარჯული თორე ძალიან 120 ვაზა ანუ შენ ყავს გაბროს ტრადიციული დასაწყისი აქვს აგერ უკვე 4 ფეხბურთელი გავიდა და ფულს რა უჭერს თქმა უნდა დაისაჯოს განცემ საფას გეუბნები მაგრამ რა თქმა უნდა დაიშება მესამე ადგილოსანი ფეხბურთელებით მე ფორვარდის ფულს 195 მილიონად უანდერს არის და გაბრო ფიქრობს რომ მე ხო რობერტსონი დაბჭაო იქ მარცხენა მცველად მოდი იცი რას ვიზავ მარცხენა ნახევარმცველს ვინგერი დაარქვით თუ ვინა განაპირა ნახევარმცველი დაარქვით რაც გაგეხარდება გამოვიტან რომ ფული დაიხარჯოს რა მარცხენა ნახევარმცველი პირველი ალბათ ყველანი კარგად ხვდებით ვინც არის კრისტიანო რონალდო 90 მილიონი. როდესაც მეგობრებო ამა თუ იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ იმ გუნდში თავის პრაიმში როგორი იყო რა თქმა უნდა კრისტიანო ისეთ თანხას თავაზობ იუვენტუსშიც კი უფრო ძვირად გადავიდა არა საწყისი არის თორე ხო ვიცი ხა სადაც მივა ეს აბსოლუტურად აი პირდაპირ ვიტყვა 150 მილიონს ვამბობ ეგრევე 150 მილიონი მე რომ დადუმდა ეგრევე არა 155 155 170 170 მილიონი 180 180 მილიონი 190 190 200 200 მილიონი 205 205 მილიონი 210 210 მილიონი უკეთესი ვინაა 215 215 გაბრო კაპიტი არ აქვს დახარჯული გაბროს და 215 მილიონი 220 220 მილიონი ბიჭო ეხა 125 ისინი იღებდნენ და ეხა რონალდო 240 240 მილიონი 1 მე არასდროს ვიждები 240 მილიონი 2 3 240 მილიონად რონალდო წავიდა ანდროსთან ანდროს რამდენი ფული აქვს დახარჯული მე ამ მომენტისთვის ანდროს აქვს 555 მილიონი დარჩენილი 500 რამდენი 55 მადლობა რომ ეგეც გამიმართე რამდენად წაიყვანე? იმას უთვლი ხო არ ვიცი 240-ად წავიყვანე სამი კაცი 805 აქვს ფოფხას და მილიარდი აქვს კვლავ გაბროს განკარგულებაში სადაც მარცხენა ვინგერი სადაც მარცხენა ვინგერი გამოვიტანე მე მგონი დრო არის რომ მარჯვენაც მოვსინჯოთ და პირველი ვისაც შემოგთავაზებთ მეგობრებო არის სალაჰი საწყისი ფასი 90 მილიონი უთვალავი ფული არა მაქვს მეგობრებო და რამდენი ბოდიში 90 90 110 დაკავე 100 ხო ეხა რა თქმა უნდა ესე ხო 120 200-ზე დაკლებად არ წავალ 150 170 185 185 ოსალაჰი ასალასე კაი ეხა ვინ უნდა წავიდე 250 210 აი ხა უკვე დავფიქრდები არც ალახსე ვგიჟდებოდი არასდროს მე ხო მაგრამ აბა არც ეზე ვიждდებოდი ეგრე მე ავაწყობ მოდი ჩემ რაღაც ფავორიტი ფეხბურთელები 1 ჰენდერსონი დაპირე 200 მოდი მაინც 220 ქნა 220 აი სალაჰი 220 მილიონად ვინა იფსაგეთ შოკში ვარ ძალიან ძლიერი დაცვა ეყოლება ამის თქმა შემიძლია არ არის პრობლემა მე მაგ აი მე ვფიქრობ ეს ფეხბურთელი არის პირველი ვინც წავა გაბროსთან იმიტომ რომ პირველი ცენტრალური ნახევარმცველი გამომყავს არა ჩამშრელი არამედ ის გვერდით ყოფი და ეს არის პოლ სკოულზია მეგობრებო საწყისი ფასი 80 მილიონი რონალდო 90 დაიწყო და 80-ია პოლ სკოულზე ეს ფასები არის აი როგორც გამიხარდა ისე დაალაგებული მაინც ვიცით მაინც ავდივარ მაინც ეხა სკოულზი 80-ად არ გაიყიდება ვიცოდი და რონალდო 90-ად სკოულზი 105 აგერ აი სკოულზი 105 ოკეი აი ცერცამ ერთი ცენტრალური ნახევარმცველი გჭირდებათ გვერდით ჩამშრელი არის ეგ ცალკე გამომაქვს 130 130 პოლ სკოულზე 135 140 140 პოლ სკოულზე
ფოფხა უკედან. 145. $145. ფიგარო. შენ ფული აღარ გექნება რაღაც მომენტში. წაიღოს. რამდენად? 145 მილიონად. All Schools-ი წავიდა ანდროსთან. ძალიან დიდი მადლობა. All-Schools დიდი სიამოვნებით წავიყვანდი. 145. პრობლემა რა გაქვს? 145-ად წაიყვანე, ხო? ვანდაიკში გადაიხადე 125. დიახ. სკოლაში გადაიხადე 155. დიახ. ასეც არ ჯდება. ანუ არ ღირს თან მაგდენი. ჩვენი ფასწარმოებით ახლა რაც დავაკვირდი, იმიტომ რომ რუნიზე ბევრად ძვირი დაჯდა თან. კი. მაგრამ რუნის ალტერნატივები ყავს და Schools მაქსიმუმ ჯერარდი დაუყენო. შენი ერი კანდიდატურა. ჩამშალი გამოყავს. გამოიყვანე მე ჩამშლელები. ალონსო 50 მილიონი. 60. 80. 85. აუზო გიждები 90. 100. აა 105. 100. 110. 1 2 3. არა და მეგონა 115 იყო და ნებდებოდი. არ მიღირდა 100-ად. ხო, ანუ ძალიან მეორე. რუნიშ მართლა 120 ძალიან მეგონა რომ გადაიხდიდი. იმიტომ რომ ეგრე მიდიოდი შენც. და გაბრომ პირველი ფული დახარჯა მეგობრებო. გულწავთ. 120 ხო? 110-ად იყიდა ალონსო. ერთ საათს აწევდი რომ გამეწია? აღარ ხო? 115 რო გეთქვა ნებდებოდი. 100-იც არ მინდოდა მე ვაპირებ თავიდან 100-ზე გავჩერებული. მარჯვენა მცველია ერთადერთი პოზიცია, რომელიც ჯერ არ გამომიტანია და მოდი დავდგათ. პატარა შოუ და დავიწყოთ ალექსანდრ არნოლდით. რომელსაც მე გთავაზობთ 70 მილიონად. 100 მილიონი. 100 მილიონი ალექსანდრ არნოლდი. 100. 120. 130 ალექსანდრ არნოლდი. იაფი. შენ რას მიკეთებ მე? მე ვერაფერს ვერ მიკეთებ რა უკრა. მარჯვენა მე ვარ მცველები შეზღუდული მანჩესტერში. შესაძლებლობებით აფსიქროებში. რა არ ბელოა წამო ბოლოს ჩემთან ჩემი აზრით რამ 130 იყო ხო? 130 1 115. 150. 150 1 ოკეი. 2 155. 155. ბრავო, ეს მომწონს, ეს არის ნამდვილი და თამაში. რა ჩემთან. მეტი რატო არ უნდა წავდეს? სალაჰი. პრემიერ ლიგის ტრენდიდან 160. 160. 1 გავჩერდი. 2 და 3. ძალიან მომწონს მეგობრებო, კარგად ვაჭრობ, ძალიან ძვირი უჯდება თვითონ მოთამაშეს, თითოეული ფეხბურთელი. ანუ ტრენდის კარდა. რა აზრი აქვს თქვენ აზვირებს? ანუ ძალიან დიდი სხვაობაა ტრენდსა და გარიდევილი ხო? მეორე საუკეთესო შორის. 160-ად იყიდე, ხო? ხო, აი მაგიტომ იღირს რომ გადავიხადო რა. ეგ მართალი არის. ანუ აი უბრალოდ ახლოს ვარ. მაგრამ იმედია ისინი აფი მაინც ხირს, ხო, ის ორი დარჩენ. ორი ვინ? ანუ ხო სამი ხო. რა ვიცი ეგება ვინ ამოყვა. მე სამი მოგო. მეორე ცენტრალური მცველი. ალვარო არბელოა მოყვა. მეორე ცენტრალური მცველი. რიო ფერდინანდი. საწყისი ფასი 80 მილიონი რა თქმა უნდა აქაც. 100. 100. რიო ვანდაიკი რიო. მოიტანს კიდე თუ შევკრავ, ვეღარავის ვეღარ ვიყიდე უბრალოდ. შენ ვიჯილი ყავს? კი. შენ არ ყავს ცენტრალ. მე ეგრე წავედი რომ ერთი ძალიან მაგარი და მეორე რიო და ვანდაიკი ერთად სიგიჟია. 110 რიო. მინდა რიო. რიო მაგარია. ბიჭო, რიოზე ბაგარი. წაიყვან. 110 1 2 და 3. რიო წავიდა ფოფხას გუნდში. 110-ად. ვიდიჩი თუ ამოვიდა და ამაზე უკეთეს. ბიჭო მე აი ძალიან შენებში რა. ფერდინანდი უფრო მინდა ჩემ გუნდში. არ ვიცი რატომ. მე რიო ყოველთვის უფრო მომწონს. მეც ძალიან ასწავლე არის. ფერდინანდში გადავიხადე 100 მეგობრებო, 10. ლეკარე ვისყავს არჩეული? მე ფოფხას. ანუ ფოფხა არ თამაშობს. დავით ეხლა შემოგთავაზებთ. საწყისი ფასი 50 მილიონი. გაერთით. 50 წავიყვანე. რამდენით დაიწყე? 50. 60-ით დაიწყო, ვანდეს არის. აი, რამდენი? ხე რა 50. 55. ძალიან ცოტა ფული მაქვს. 60. აი. 65-ად დეხია წავიდა ანდროსთან. ეს აპრიორი იმას გვანიშნავს, რომ მესამე ალისონია. არა. საერთოდ არ ნიშნავს მაგას. ერთადერთი რაც შემილია მე შემოგთავაზო დეხიას ნაცვლად. პირველი მისტერი ბოქს შემილია შემოგთავაზო. რამდენად? 60 რამდენი გადაიხადე? 65. 65-ად ვე შემოგთავაზებ ესეთ რამეს. ესეთ რამეს შემოგთავაზებ. მეკარე, რომელიც
7 სეზონია პრემიერ ლიგაშია. ან იყო, არ ვიცი, 7 სეზონი. სხვა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე გამختარა, ვერ გეტყვი რომელი ჩემპიონატის. აჰა. და ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს ერთი ჯილდო. ბიჭო, ჯერეს ერთი. არა. მეორეს ერთი. ალისონია? ვერ გავარკვევთ პროსტა იმიტომ რომც იყოს ალისონი. დავით დეხეა პრაიმში მანჩესტერის მეგარი როცა იყო. აი სანამ 2018 წლის სოფლიო ჩემპიონატი იქნებოდა, არაფრით ნაკლები არ ყოფილა ვიდრე ალისონი რომელიმე წელს. კაი. ალისონი დავით დეხე. ძალიან დამაჯერებლობა. არა, მაგიტომაც დავით დეხე. უბრალოდ მე იმას მე არა, შენთვისაც არის მისტერი ბოქსი. მე მეორეზე წავ მისტერი და შენთვისაც არის. ის კოპა ამერიკა იყო, ის სერიაში. ანუ აღარ დამრჩა არავინ. მესამე გითხარით რომ იქნება შედარება. აბა რას გეგონა რომ მესამე იქნებოდა ალისონი? გავატარეთ მესამეზე მისტერი ძალიან სულად ბოქსი. გეგონა. ეხლა რა გონი? ეხლა რა ხდება? ფაბიენ ბარტეზი 20 მილიონად? ან მისტერი ბოქსი 10 მილიონად. 10-ით უფრო იაფად. სიტის აკადემია გამოვლილია ეს მეკარე. ეროვნული ნაკრების 6 ასაკობრივ გუნდში უთამაშია. ფერს. და ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის მედალი აქვს. ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის მედალი აქვს. კი. მე ერთი ვარიანტი მაქვს და იგრო იყოს ძალიან ვიცინებ. ეს მისტერი ბოქსის შეთავაზე ეგრევე? მესამე არის უკვე მეკარი ამოიწურა. ამიტომ თავაზობ ან 20 მილიონად ფაბიენ ბარტეს, ან 10 მილიონად აბერბურთელს. ბარტეზი პიელში როცა იყო, იმდენად ცუდი იყო. შინელება. რომ ანუ აი რა უნდა იყოს, გინდა სკოტ კარსონი იყოს. ეხლა ეგ უნდა იყოს. არა, როგორ იქნება სკოტ კარსონი? სიტის აკადემიაში არის, ხო? არა. ლივერპულ აკადემია. არა, ეს კარსონი სადაც სხვა გუნდიდან გადავიდა. მაგრამ კარსონს ჩემპიონთა ლიგაც აქვს მოგებული, მაგას აკადემიიდან ვინ შეიძლება იყოს? უბრალოდ მაგას ვიღებ ისაც, მაგრამ მინდა რომ მე თვითონ გამოვიცნო. ანუ 10 მილიონს გავაფორმე და ამ მაგას ფეხბურთელს ვიღებ, ჩავწერ. 10 მილიონიანს ვიღებ უეჭველი, იმიტომ რომ ალისონზე ფეხი დამიდე. ფეხი არ დამიდია, წინაზე გაჩერდი, იყო გაცვლილი ალისონი. ორი მისტერი ბოქსი მაქვს ზოგიერთ მისტერი ადგილას. ბოქსი ეგრე ხო ვერ იქნებოდა გამზადებული. აი, ახე, ანუ ვინ შეიძლება იყოს თეორიულად ეს მეკარე? სიტის აკადემია. კარიუსი. შეიძლება. ორის კარიუსი შეიძლება ვერცხლის იყოს. მედალი. ვერცხლის მედალი კარიუსი იქნება. რას ირჩევ? 20 კარიუსი მილიონს. მერჩენია. კარიუსი შენთან კაი. არის. სწორია, კარიუსი. ცუდი ნამდვილად არ არის. ბიჭო, ბარტეს მანჩესტერის ბარტეზი მართლა ჯოჯოხები. მანჩესტერის ბარტეს მართლა მირჩევნია კარიუსი პრემიერ ლიგის ჩემპიონთა ლიგის არა. ხალხმა ის როგორ უნდა დაიმახსოვროს კარიუსი. ხალხმა ხო, ის მაგრამ როგორ უნდა ის დაიმახსოვროს. ჩემპიონთა ლიგაზე. ბარტეს რო ამბობ, ბევრს არ ახსენდება, რომ მართლა ცუდი იყო პრემიერ ლიგაში. ანუ კარიუსი ყველას ახსენდება აბსოლუტურად ერთი უბრალოდ რაღაც. ვილსონი რო გეწეროს კარში და ხალხმა ვინ არის ვილსონი? 18 წლის მეგარი ერთი მატჩი არ ქონდა, სადაც ვინ კარიუსი რომელიც ყველას ახსენებს. ჩვენ გვამესამეს ორანას შემოაგდენ. არა, უკეთესი ვარიანტია. ვილსონი ჯობი. მოდი ფორვარდებს მიუბრუნდეთ. ფორვარდებს მიუბრუნდეთ. ვილსონი რო გედგეს კარში, ეგეც კი ჯობია. ფორვარდი. მე არ ყვევს ამ. სტეიტ. ნისტელროი. ჰა? რუდვან ნისტელროი. რუდვან ნისტელროი. 80 მილიონი. რუდვან ნისტელროი 80 მილიონი. არ გინდა თქვენი არ ნისტელროი. ხარა. რუდვან ნისტელროი 80 მილიონი. 85. 85. 100. 110. რუდვანი ასტელროი სტელროი რუმის დუეტს შევატევინო. სოდა იაფია მისტერი ბოქსები არ გა. 10 მილიონი იყო ეხლა რა გინდა. ხო. მოდი 115 იყოს და 120. 120. და 10 მილიონი გაქვს მეკარეზე დახარჯული შენ. 280 გაქვს დახარჯული ეხა. ბრავო. ჩემი მათემატიკის სკილებით საკმაოდ სამი რიცხვის მიმატება შეგიძლია, ას როცა რამდენზე სამი ხარ? ნულით დავდება. 100-მდეზე ხარ და 120-ზე. კაი. 121, 2, 3. რუდვან ნისტელროი 120 მილიონად გაბროსთან არის. მე დასვაგეთ. რა გიგმით ხარანდო? ღარღა გეგმით არ ვარ და ეს ყველაზე შეცდომა. კარგით მეგობრებო, კარგით. ცენტრალურ დაცვას დაუბრუნდები. გეგმას მოგახსენებთ 6 საათს. ცენტრალურ დაცვას დაუბრუნდები და ალბათ ხვდებით შემდეგ 80 მილიონიანი ფეხბურთელი ვინც არის. ვიდიჩ. ნემანია. მე ვერავიზე ვერ ვიცი. კონტროლი არ ყავს ამას, შენ მარტო ვანდაიკი ყავს. 80-ით არის ხო დაწყებული? კი. 80. შენ ფერდინანდიც ყავს? რა.
90. ფერდინანდი მიდიჩის დუეტი გინდა შენ? ხო, რატომაც არა. 100. 100. 100. კი ბატონო. 100 1 115. 115 მილიონი. არ არის პრობლემა. 115 1 2 3. ვიდიჩი 115-ად შემეაზე დაჩუქარია. აბა ეხა გამოვაკელე. აბა ეხა გამოვაკელე. გამოტვალე. ამ წუთას გაბროს აქვს მეგობრებო 485 მილიონი, 475 ფოფხას და 345 ანდროს. მარჯვენა მცველები ამოვწუროთ გულისხმობ იმას, რომ ჯერ გარინევილი, რა თქმა უნდა, ბაზარზე გამოვა 40 მილიონი. მარჯვენა მცველი ყავს შენ კი, გარინევილი 40 მილიონი. მესამე მარჯვენა მცველი ვინ შეიძლება იყოს? ცოტა იაფად გამოუშვი ბიჭო. 40 მილიონზე იაფად გარინეველია, ის ხო არ არის? აუ კაპიტანი იყო ბოლო. არც ეს არ გინდათ? ანუ მე ფიზიკურად აზრი არ ხო დავიდო გაბრო, ან მე ავიყვან არავინ ყველამ თუ გაატარა. ხო იგრეა? კი, ამიტომ მაინც აწიე რომ 40 მილიონად გარინეველი გინდა. უფრო იაფიანი გააქვს რამე. მესამე ყოველთვის უფრო იაფია. ხო, იქნება ის ხო რენ ჯონსონი? ფაბიო აურელიო მარჯვენა იყოს მარცხენა. აუ გარინევილი მაინც არბელოა იქნება მესამე. აწიე, შენ 40 მილიონი. აი ხო. 40 მილიონი. 1, 2 და 3. გარინევილი 40 მილიონად ფოფხასთან. დიდებული. ანდრო, ხო. შენ თან შემოთავაზო არ 20 მილიონად რაფაელი შემიძლია შემოგთავაზო. რაფაელი მარცხენა არის, თუ მარჯვენა იყო. მარჯვენა. ფაბიო იყო მარცხენა. ხო. ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაზე არ დაგტოვებ და მისტერი ბოქსიც მაქვს, ისე 20 მილიონად ოღონდ. დავარ. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტია ეს ფეხბურთელი. 2 გოლი აქვს ეროვნულ ნაკრებში გატანილი და 2008 წელს დაასრულა საკლუბო კარიერა. 8-ში დასრულა. კი, 2008-ში. საკლუბო კარიერა დაასრულა 2008 წელს. ვა, ისა რა ცოტა ძველი თაობის ესე ფეხბურთელი. გამის პრაიმი მე დანახი არა მაქვს. ხო. რაფაელი რაზაშავებს რა. ნახარი ვერ იქნება. იგივე ფასად გთავაზობ, რავი, როგორც გქონდა. 8-ში ეგრე ადრე. არა, რაფაელი რაზაშავებს თუ წავიღო. სხვა ვარიანტი არის? რაფაელი ან მისტერი ბოქსი? ეხლა ვიც ვთქვარი რა. დაუჯერებელი კაცი იქნება ვიღაც საინტერესო პიროვნება. არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა გითხრა. აირჩიე. მე მგონია რომ მისტერი ბოქსი არის ასავანი. ვიღაცა იქნება იცი როგორი აი მობრექსიტო ტიპი, ცოტა ლოთი, პაბებიდან გამოსული, აი ჯიგარი კაცი. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის პატარა ამბავი გონიათ? არა ხო, ეგ რაფაელს, ეგ ჯერსით არ დაესიზრება, იმიტომ რომ საფრთხე ამერიკელია. კაი, მომცი. რამდენად მაძლევ მაგას? 20. 20-ად მაძლევ. იგივე ფასად ვარ. მენერი ბიჭო, დალებთ ხოლმე ერთად რავი. ვინ ყავს? რავი, როგორც გინდა აირჩიე, ვინც გინდა, მითხარი. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. ვიღაცა ჯიგარი ხო არა? რავი, აი. ჩემი აზრით საინტერესო ფეხბურთელი არის. მაგრამ მე რაფაელი საინტერესო ფეხბურთელი მგონია, იმიტომ რომ საინტერესოს უკან რას გულისხმობ არავინ არ იცის. მისტერი ბოქსი ანდრო. მისტერი ბოქსი. აბელ შავიერი 20 მილიონად. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ბიჭო. ანუ აი ძალიან ბევრი რაფაელი გერჩი. უეჭველი ანუ აიდან მოიტანა საერთოდ ეს ადამიანი. საოცარი ადამიანი. ნუ გარეგნობო ვარ, ვიცი როგორია? მეგობრებო, თამაშობთ. ჩემს ძალიან მოსტრი იყო. მოდი, ეს წაიყვანე შენ ცა. ძალიან მოსტრი იყო ჩემს. მოდი, ეს ფულის გამომაკვდა ხო ეს მოიყვანე, ანუ ძალიან მედალება ყველა გროში რაც შეიძლება დაიხარჯოს. მეორე ნახევარმცველი, ცენტრალური ნახევარმცველი. სკოულზი გასულია და ჯერარდი გამომყავს, რა თქმა უნდა. ჯერარდი გამომყავს 80 მილიონად. 120. 130 მილიონი. 140 მილიონი. ნახევარმცველის პოზიცია. მითი უკეთესება. სკოულზი ვისყავს ბოდიში. ანდროს. შენ. 145 მილიონი ჯერარდი. 145 მილიონი. ჩვენს ბას. 145 1 2 ამდენერე რა გაბროს. 150. 150 მილიონი 1 155. 155 მინდა სტივიჯი. 155 მოიცა ეგრევე ნუ. ანუ აუქციონზე ხარ და თუ გინდა აწიე თუ გინდა არა. 155 1 2 160 მილიონი. აუ რა და რატო ჭიდა. ოპს. მაგაზოგეთ ისე იყო.
ფორვარდი კაი. ფული აღარ მეყოს შეიძლება. 160, ფული აბელშავი ერთი უნდა გადაიხადო. 2, 160 ვართ. 165-ში. 5 უთქვა, 170 უნდა თქვა. 165 თქვი. მე მგონი 160 თქვი. 175 თქვა მგონი გაბრ. 170 თქვი ხა. 170 ხარ შენ. გაწყობდა მაგით. არა, ეგრე. 170-იც იყოს სტივიჯის. 170. 1, 2 და 3 სტივენ ჯერარდი წავიდა რამდენი და 70 მილიონი. ძალიან ცოტა დამჭა ფული. აუ ზატო ჯერარდი ყავს. ჯერარდი, რუნი, სალაჰი, ფერდინანდი მყავს, ну უკვე და შენთან მოდის გაბრო ჟისუნ პარკი 30 მილიონად ან 30 მილიონად შემოგთავაზებ რა თქმა უნდა მისტერი ბოქს. ძალიან ფიხო არაა. შემთავაზა. მესამე იაფია ხოლმე ზოგადად მეგობრებო. პარკისთვის და იმ აბელშავი ერისთვის. აბელშავი, ну მესმის განსხვავებული ისაა, მაგრამ ხან ესე იქნება ხან ისე. პარკი ძალიან გამოფილი ვარ. პარკი ეხა 29 გოლი ისე თუ დაუდი. ამ ფეხბურთელს. 29 გოლი. რაში, ამ საერთ კარიერაში თუ საკლუბო. საკლუბო 29 გოლი. 9 გოლი. მთელი კარიერა. 80+ თამაში ეროვნულ ნაკრებში ვაუ. და ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალი. მე ვიცი ვიცა. ბიჭო, მოიცა. ერიკი შენ არ გეყოლება ეხა რუიანის პოზიციაზე, იმიტომ რომ გეცოინება იმედია რომ 6-იანია. რა თქმა უნდა. არა. არ არის კერიკი, კერიკს რა უნდა მე ცენტრალურ ნახევარმცველს. ხო, ანუ ცენტრალური კი არის, მაგრამ ჩამშრალი. ვარაუდი მყავს დარენ ფლეჩერი დიდი ალბათობით გეყოლება მანდ. და მაგიტო დავიტოვებ ჩემ ჯისუნ პარკს. კი ბატონო, ჰენდერსონი იყო ისე? ხო გითხარი. პარკი 30 მე მილიონი. მაინც ჰენდერსონს ქონდა პრეტენზია რომ პრემიერლის სეზონის საუკეთესო. პერსონალურად მე პარკი პარკს მჩვენია. ავირჩევდი ჰენდერსონზე წინ, ოლივერს რო გამომიტანა. ჰენდერსონი არის ჟურნალისტების ვერსიით პრემიერლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. პარკს არ უოცნებია მაგას. ჟურნალისტების ვერსიით, თუმცა მაინც. წერლები ჩემ გუნდის ანტიკამპანიას. ამ მომენტში გაბროს აქვს 455 მილიონი, 325 ანდროს და 265 ფოფხას. პირველად აქვს ვიღაცაზე მეტი ფული ლიკა ამ თამაში. და 60. ფორვარდები ყავს вообще. მე რამდენი შეხა ფორვარდი გამოდის. აუ, აი ვიღუპები უკვე. ფორვარდი გამოდის, ძალიან ორი ცოტა ფორვარდია ფული გასული, კიდე 4 ფორვარდი უნდა გათამაშდეს, იმიტომ რომ ორი უნდა ყავდეთ და შემდეგი ფორვარდი გაბრო შენ გაქვს 455. შემდეგი ფორვარდი არის მორიგი 80 მილიონიანი ფორვარდი, სუარესი. 80-ო ანდრო. ევრა და სუარესი ერთად მინდა რომ შევა. 90. 90 სუარესი. უბრალოდ რო გამახსენოთ რუნივისთანაა შენთან და ნისელროი შენთან, ხო? გაბრო, ვანისტელროი. 95. 95. 100. 100. 100. მეც ყავს. საცემედი. შორის მე მინდა ძალიან არა და. მაგრამ ფიზიკურად ვერ შვები. 115 მილიონი, როგორ 125 და 125 მილიონი სუარესი. წამოყვება კიდე და წამოყვას. ვიღაცები დაგჭირა მაინც უკეთეს. უკეთესი თუ არა? 125. 1 125, 2, 125, 3. 125 მილიონად სუარესი წავიდა ანდროსთან. პრაიმ სუარესი. ყველგან პრაიმებზეა საუბარი. ხალხი ამბობს რომ ოქროსბუთს როცა მოიგო იგი იყო პრაიმი, მაგრამ მე სუარესი მერჩევდა. ბარსასი? ნორვიჩთან რო გამოვიდა და ჰეტრიკი შეესრულა ეგ სუარესი მერჩევდა ლივერპულის. მარცხენა ნახევარმცველი მეგობრებო, რონალდო გასულია და გთავაზობთ გიგს. საწყისი ფასი 60 მილიონი. 60 მილიონი. შენ რონალდო ყავს? მე რონალდო ყავს. 65. იგი 60 და 10 მილიონადაც რო გადაადა. 70. ბიჭო, ეხლა ფიქრობ უბრალოდ. არა, შენ თვითონაც ხო აწყობს? ჭირდება. იგი 70 მილიონი 71. 75. 85. 90. 90 გიგზი. 95. 95 გიგზი. 95. 1 2 3. 95 მილიონად. ცა 265 მილიონი აქვს დარჩენილი გიგში როგორ გადავა. შენ ძალიან გაგიმართლა ფოფხა და ეხა გეტყვი რატომ? აბა რა. აქ მესამე ფეხბურთელი ძალიან მაგარია და 50 მილიონად მანე. ვაუ. ერთადერთი მოიცა როგორ? აუ ტიპს რა დაეცა. 70 მილიონად მანე? 50 მილიონად 70 მანე. მილიონად მანე? 50 მილიონად მანე ან 50 მანე მეცაც გეტყვი. კიდე შემოგთავაზებ. და მისტერი 35 მილიონად მისტერი ბოქს. მანეს უკეთესი ვინ გამოდა? 35 მილიონი არის.
85 გოლზე მეტი აქვს გატანილი ამ ტიპს პრემიერ ლიგაში. ვიზეც ვლაპარაკობ. ოკეი. 15-ზე მეტი გოლი აქვს ნაკრებში გატანილი. და 4-ჯერ პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია გამხდარი. ვიღაცა მარცხი. ბრილიანტი ხო არა ბოჭი. 80 და რაღაცა გოლი და მანი. ნანი სამ მარცხნივ ხო არ მოიაზრებს შემთხვევით. მარჯვენას მარცხნივ რატომ მოვიაზრე? არ ვიცი. მაინც დავაზუსტე. ფორგერი ვა. მაინც დავაზუსტე. ვინ შეიძლება იყოს ახლა აქეთ? ფიქშარ ლამხანებით ხო? რა თქმა უნდა. არა მე. ავია. პირიქით ხელის შეშლას ვაპირებდი და გაქვთ ვერსია ვინ შეიძლება იყოს? 85 პლუს გოლი, ნაკრებში 15 პლუს გოლი და 4-ჯერ გამხდარა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი. შეიძლება იყოს ბექემი, მაკტინი. ბექემი მარცხნივ როგორ იქნება ერთი ეგ მითხარ. აი რატო ეუბნე? რატო? ანუ იმ ზუსტად ისე გაქვს განსაზღვრული? არ ვიცი მე ჩემ ვერსიას გეტყვი მე. ფაფხა ერჩია. მანეზე უკეთესი. ანუ მანე სალაში რომ ყავს უკვე. მაგრამ ეს მისტერი ბოქსი ღირს 15 მილიონის ნაკლები ხო? 35 მილიონად არის. რა საჭირო 15 მილიონია. აირჩი. არა, სადიო მანი. სადიო მანი. ეშრიანგი იყო? არა. მარკუს რაშფორდი იყო. ო, ქართველების კიდევ ერთი მანე გამარჯვება. 50 მილიონად არის საჩუქარი. კი, რა რატომ გავაკეთე? ცალსახად. ნუ რაღაცები არის, სადაც მესამეს ნორმალური ეგ არის, ვის როგორ გაგიმართლებ და ამოვა. ეგ არა, წინასწარ უნდა რა ყოფილიყო ვიცი. მანე მე ვკითხე. ანუ მაინდამაინც ყველა გოლოსის გინდათ ის ხო? ძალიან ცუდი ფეხბურთელი. ანუ პატრისევ რო მე რატო შევხვდი კარიუსი და პარკიჩის ანუ არ და მე გაგიმართლა. შევხვდა მანე. იმენ არ გაგიმართლა, რა მართლა ვერ ხვდები სხვანაირად როგორ ვთქვა, გარდა იმისა რომ არ გაგიმართლა. აი, ძალიან თუ წუხ. ეგრე არ მეორედ აღარ მოვალ. შენ არ გიმართლა, სწორად უნდა იბაჭო. ცველი, შემდეგი მცველი, გამოვიდა მეგობრებო. მარტიპი. საწყისი ფასი 40 მილიონი. ნახევარი ფასი ვიდრე ტოპ ცველები იყვნენ. შენ რამდენი გონი არა ფული და შეიძლება. რამდენი აქვს დარჩენილი შენ? ეხა ვისე გადადის? ანდროსი. ანდროსი გადის? კი, მარტიპი შენთან მოდის 40 მილიონად. 30 მილიონად? 40 მილიონად. რამდენი დარჩა ფული? მარტიპი ანდრო აწია მაინც სიმბოლურად? არა, სიმბოლურად კი არა, მე მატიპი ძალიან მინდოდა, უბრალოდ უფრო იაფიას ველოდი. რახან ისე ჩემთან მოდის, მატიპი ვანდაიკის დუეტი ძალიან გაია. მატიპი, ვანდაიკი, დეხეა, ევრა, აბელშაუიერი, ძალიან მაგარი გუნდი. მატიპს სხვათა შორის ყველა სოციალური ქსელი აქვს გაუქმებული და კაცმა არის ეხლა რაშო. არც ფოტო არ გაიგო. მეგობრებო, მარჯვენა ნახევარმცველი მეორე. სალაჰმა გაიარა და გთავაზობთ დირკ იუიტი 50 მილიონად. მე მყავს. ეხა ვისე გადადის? შენზე. ფუში. დირკ იუიტი 50 მილიონად 1, 2 და 3. აქ დაგვრჩა ერთი პირდაპირ. აქ კი არ შემოთავაზ მისტერი ბოქსა დევიდ ბეკემის. იმიტომ რომ კაი, მისტერი ბოქს თავაზობ. მისტერი ბოქს თავაზობ. აუ, მისტერი ბოქსი 40 მილიონად. 10 თიაფად. შენ მისტერი ბოქსის გარეშე გიწევს ვიღაც ფეხბურთელი რო იცოდე. მე მყავს მარჯვენა შემდგომ. არა, შენ გიწევს მისტერი ბოქსის გარეშე წუხარ ანდრო. 11 სეზონი პრემიერ ლიგაში. 17 გოლი ნაკრებში და ერთგზის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. ქვეყნის საუკეთესო ინგლისელი გინდა? ფეხბურთელი? დევიდ ბეკემი აღმოჩნდა ესე გაბროსთან. იმიტომ გამოთვალ. 115 თამაში აქვს 17 გოლი. ეხლა რა მოხდა? ანდრო შენ არჩევანს მოგცემ ამიტომ. კიუიტს პირველად და უკანასკნელად უშვებ ეგეთ რამეს. ან კიუიტი აიღე 30 მილიონად, იგივე გადაძლევ, ან ნანი 30 მილიონად. 20 მილიონად. დირკოიდან ბექემამდე მივიდა ამ წამს. მარტო იმიტომ რომ უცებ იწუზუნა. ანუ ვაუ, ნახევარ დაცვა ამ ყავს. მე მეგონა არ აირჩევდა ბეკემი. სოპარიჯის უნგი გიფსი. 17 გოლი მახსოვს. 50 მილიონად წაიღე ბეკემი. არ მოხდა. მე ბეკემი დავრჩა. არა, ვერ რჩებოდა, ის იყო. ნანი იყო შენთან და მისტერი ბოქსის ხო, მისტერი ბოქსი რას. ნანი აირჩე, კოიტი ან ნანი აირჩე. ვინ ყავს სხვა? აი შეუწყვილე. დირკი აიღე. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის რო არ ფინალში დაიჩაგრო, ანდრო მეცაც გეტყვი. 20 მილიონად მოგცემ ნებისმიერს. 20 მილიონად რომელი? კიუიტი. ეს რა მობიერი. აუ ეს რა იყო? საერთოდ წამში გავნადგურდი. ტორესი.
ფერნანდო ტორეს. რამდენი? 70. 80. რამდენი გიგდა შეიძლება? 310 აქ უნდა. აა, გააკ ფული ბიჭო 180 მილიონი გაქვს. 110. 120. გერა კარგად. არ მეგონა მარტო თუ ამყობოდი. 1 ბიჭო ბექებით გავნადგურდი, იმენა ჩემი იყო და აი გადა 120. 120. 130. ბექები ჩემი იყო, ბექები ჩემი იყო 115. ამას რამდენი ფული აქვს? არ ვიცით. 180. და ერთი პოზიცია რჩება ტორეს თუ აიყვანს. ორი ჩე. არა, ტორეს თუ აიყვანს. 1 2 140. 140. გაატანე. 140. ორეზე 1 უპენსი შეიძლება იყოს. 2 გული და გასულია 140. 3. 140-ად წაიყვანა გაბა. ვერ მოასწარი ხო? ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ ბექები ჩემი მეგონა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ბაკაცები არიან ესენი და შეაუწყორო ის ბექები. პირელი დაიწყო და მეთქი გაატარებს თქვა, არ მიფიქრია მართლა თუ აირჩევდა. ბექები მესამე იყო. ჩამშრალი ნახევარ მცველი მეორე. გამანადგურა ერთი სულით. ბეკემი იყო მისტერი ბოქსში. ვიცი, მე მაგ მისტერი ბოქსში. ჩამშრალი ნახევარ მცველი. როიკინი. საწყის ფასი 40 მილიონი. შენ რამდენი? 40? ხო, ხო. ძალიან ცოტა. ივაჭრებს. 50. 50. 55. 55. 60. 60. 60 მილიონი. 1 75. 65. დავამტროთ ფეხებს ნებისმიერ მიგონიათ როიკინი, მიდი, გადაიხადე. 70. 1 როიკინია. რამდენი აღოდი? 70. როიკინია. 1 როიკინი. 15. ხო, ხო. ფეხებს მოუტეხავთ ყველაფერს აბსოლუტურად. 70. რაც კი ჩვენს 80. მოუჩი. რა გითხრა, აბა მე შენ ადგილზე 80-ზე არ მორჩებოდი, მაგრამ ძადი მე 215 მილიონი მაქვს დარჩენილი 4 ფეხბურთელი მყავს ასაფრთხო. 4? ანუ რა გავაკეთო? როიკინის კოულზის დუეტი მყავს, მე ბექები. 10 მილიონად მიყვარდა, ფოფხას მაგრამ- პირდაპირ აუ, რაღაცა. შემიძლია შევთავაზო. ჯეი სპირინგი ან 20 მილიონად მისტერი ბოქსი. ჯეი სპირინგზე ცუდი ვინ შეიძლება? ხო, აი ჯეისპირინგი მისტერი. 5 წელი პრემიერ ლიგაში. ნაკრებში აქვს მოგებული ოქროს медаლი, რისი? წარმოდგენა. და დღეს არის 44 წლის. აუ, ყველა ჯობია რა ჯეისპირინგს. გადათვლის ახლა 44 წლის თუ არის ახლა? ყველა ჯობია ჯეისპირინგს. ყველა აბსოლუტურად. ბიჭო, აი ვინ უნდა გეტყვი რა, ანუ შეიძლება რა არის, ანუ 10 მილიონით მეტი სვიხდი მისტერი ბოქსში და და შეიძლება შეიძლება ინდივიდუალური. დაუნინგი ამოვიდეს. ვართალი ხარ. ნო. კი, ვართალი ხარ. 10 მილიონი 50 გადამოწევინე რა. კალკულატორს დავიხმარ თუ შეიძლება. 50. 7 ფეხბურთელი ყავს, 4 ყავს დარჩენილი. საშუალო შეგიძლია ფეხბურთელში 55 მილიონი. 15 წლის წინ იყო 81-შია დაბადებული, ანუ პრაიმი აქვს ნათამაშები. შენ მოესწარი და დანახი აქ მაგის პრაიმს. სტარტზე 2000-იანების. 2007-2008. ფოფხა. მაგის კიდევ. და ერთი ოქროს медаლი და პრემიერ ლიგაში 5 წელი, რა, ანა ეს მნიშვნელობია და. ხო რა, ჯეი სპირინგი არ ვიცი ვაფშე ვინ არის. აირჩე. ეგ მისტერი ბოქსი. ეს არის ფეხბურთელი, რომლის პრაიმი არ ვიცი ვინმეს ანახი აქვს თუ არა. არ ქონია არა. ერიკ ჯემბა. ოპა, ანუ ჯეი სპირინგს ჯობია. სამაგიეროდ 10 მილიონი. საუკეთესო სახელგვარის პატრონი ადამიანი მეყოლება გუნდში. გილდ. დიდებული ერიკ ჯემბა და სტივენ ჯერარდის დაცვითი დუეტი. აუ. 30 მილიონად ჯეიმი კარაგერი. ანდროს არ ჭირდება ჯეიმი კარაგერი, იმიტომ რომ ცველი არ ყავს და შენთან წამოვა თუ რამე 30 მილიონად. დაუ. ვინ დაგჩამცველი? ვიდიჩ ფერდინანდი. 30 მილიონი ჯეიმი კარაგერი, რა თქმა უნდა მისტერი ბოქსი მაქვს. დაიკი მატიპი. მისტერი ბოქსი მაქვს ჯეიმი მე კარაგერთან. ხვარდი ჯეიმი კარაგერი 30 მილიონად მაგას ფიქრობ უკვე და დამჩება ფული. კარაგერი 31. კარგერს უკაცვი. 2 კარაგერი. მიდი 25. 35-ად. 40 მილიონი ჯეიმი კარაგერი. ჯეიმი კარაგერი 40 მილიონად. მისტერი ბოქსი? თუ მისტერი ბოქსი 30 მილიონად. ვინ? იმიტომ რომ საწყის ფასი ეგ იყო მისტერი ბოქსის. ჩამომithვა. 14 სეზონი პრემიერ ლიგაში გატარებული აქვს. 7 წელი იყო ინგლისის ნაკრებში.
და შედევრი აქვს ასტონ ვილას კარში გატანილი. შედევრი აქვს ასტონ ვილას კარში გატანილი კი. არის ფილ ჯონსი. ფუშენი. ჯეიმი კარაგერი. ჯეიმი კარაგერი 40 მილიონად. ხო, ფილ ჯონსი. ასტონ ანუ ეგრე გახსოვთ ეგ გოლი, იმიტომ რომ არა, სულ გოლი. 14 წელს გამთო ინგლისელი ბევრი არისო. ლივერპულს თითქმის არ ყავდა ინგლისელი ცენტრალური მცველი, მით უმეტეს რომ ნაკრებში მაგდენი ეთამაშა, ორი თეორიული ვარიანტი რჩებოდა, სამი. ვეს ბრაუნი, სმოლინგი და ფილ ჯონსი. ბოლო მცველი შენთან არის, ხო? მაგვაერე? არა, ეს არის სემი ჰიპია. აუ, დიდებული ხო, ადამიანი. შენთანაც მაქვს მისტერი ბოქსი. აბა. 30 მილიონია ჰიპია, ესე რომ. გამიკვირდება ვინმე უკეთესი რომ ნაკრების ფილპია და სადებიუტო კარაგერი ერთ და იგივე რანაირად ყავს. ერთი და იგივე ფასი მაქვს დადებული. თუ 35 გინდათ იქ მოუმატეთ. ხაბაზე გოლი. თუ გინდა მოუმატეთ. ვერ მოუმატეთ. არა, 30 მაქვს. არა, თქვენ უნდა მოგემატებინათ. ჰიპიას მოკლედ რა ხდება ახლა აქ? ნაკრების სადებიუტო გოლი ამ ფეხბურთელმა, ვისაც გთავაზობ, საქართველოს ნაკრებს გაუტანა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტია და ორჯერ გახდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. ქვეყანაში რო ატარებენ გამოკითხვას და რო ხდება. ვაუ. მეგონი ქსურს. სემი ჰიპია მგონი უფრო მსურს, მაგრამ მაგ ჯილდოს საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელიც არის. იცი რა, მე ვიღაცა ფოფხა უცნაური თქვენ იმაზე ძალიან დაიჩაგრა, იქ რო შენ რონალდო და მე შენ ფული დაგაკარდა. ამ ფეხბურთელს მოკლედ 10 მილიონად გაწვა. მისტერი ბოქს და ჰიპია 30? ხო. აუ. კაი, ჰიპია 20 და ეს ფეხბურთელი 10. სემი ჰიპია მოდის შემთან. სემი ჰიპია შენთან დანიელ აგერი იყო ისე 10 მილიონად. აგერი ძალიან მევასებოთ. ოღონდ სხვა ფინელი ჯობია. კაცი. სემი ჰიპია ტიპი არის მევასებოთ. და მაგის სტატუ მევასებოთ თითებს. ეს არის ფული რამდენი დაგჭა? 175. შენ? და რამდენი კაცი ყავს? ორი, ხო? აი, შენ? 130. და ერთი? მარცხენა მცველი მეგობრებო. აი და. ენდრიუ რობერტსონი საწყვეტი ფასი 55 მილიონი. 130 მილიონს ვიხდი. რაც გაქვს ყველაფერს. შენ შეგიძლია წაართვა ფოფხა. 135-ად შემიძლია წავიყვანო რობერტსონი და მჩება 40 მილიონი ფორვარდზე. რომელიც მე მგონი 40 მილიონიანზე მეტი ფორვარდი აღარც იქნება. ანუ ვინ უნდა იყოს? ხო ამ საუკუნის არის. ანუ სიტყვაზე კი, ამ საუკუნის. 130 ვაახ ჩემი. ერთი მაგდის როგორ ფიქრობ ბიჭო? ერთი წამი ფორვარდს ვიხსენებ ვინმე ხო არ გამომჩა ისეთი დიდი სუარესი, რუნი, ნისტელროი, ტორესი იყო. 120 მაგ ერთი ვარიანტი მოიქნება ფორვარდი. რობერტსონი და ამას სჭირდება. შენ რამდენი დარჩენილი? 130 1 არა, არ მინდა. 130 2 და 3 და ფოფხამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. აუ, არა, ხო ის ფორვარდი. არა, ჯერ ესეთი საჰაუთხარი ადამიანს და ეხლა აუ, გოშთა მოვიწყდა. აქ წავიდა ესე იგი მოკლედ რობერტსონი 130 მილიონად. მეგონი დაკომპლექტდა. სად ამავიწყდა? არა და გეტყვი ხა რატომ? ეხლა შენ რაც კარიუსი. დაგჭა ბოლო, რაც გაბროსთან დარჩებოდა. არის შემდეგი რამე. ალბერტო მორენო 20 მილიონად. ან ასევე 20 მილიონად მისტერი ბოქსი. აუ, რა დებილობა ვქენი. კარიერაში კი ძალიან. კარიერაში 3 ინგლისური კლუბი აქვს ნათამაშები, ვისაც მეორე 20 მილიონად გთავაზობ. მეტრა 91-ია სიმაღლეში. და დებიუტი 2001 წელს იმ კლუბში ქონდა, სადაც 99 თამაში ჩაატარა შემდეგ. ახლა წაიკითხე. კარიერაში ითამაშა 3 ინგლისურ კლუბში. აჰა. ოღონდ ამას ერთად სხვა ქვეყნის კლუბებში წაგდა თამაში, მე ზუსტად ინგლისური მომა. მეტრი და 91-ია სიმაღლეში. ოკეი. და დებიუტი ქონდა 2001 წელს კლუბში, სადაც 99 თამაში ითამაშა მერე. საერთოდ არაფრის მომცემი ინფორმაცია არის. თქვი შევატყი. მიდი აიჩი. აუ, რობერტსონი. ალბერტო მორენო. ლუისა დამოვიწყდა, ალბერტო საერთოდ მორენო რო თქვა, გიგო. თორე იცი მოჭველი რა, წავიყვანდი იმით რობერტსონს და გამოუშვი 40 მილიონად იქნებოდა. Get out, Man United, get out. გახსოვს ეგ ვიდეო? როუსტის კაცი მაინც აა. კი, მორენო მაგას მაინც. Get out, Man United. ვის ერჩო? ოდი ვიარეალი და. 2-20-ია. ალბერტო მორენო, ცეკვაც იცის, სტარიჩთან ერთად ცეკვავდა. ყვითელი მაისურით. ამინა მორენო ამინა. ის მისტერი ბოქსის იყოს. კი ბატონო, დოსენა 20 მილიონი. ჩვენი. მორენო რატო არ ჯობდა ამ კაცს არ ვიცი. არც მე. კაც ლიგა აქვს მოგებული ხო? მორენოს. და დაგვრჩა მეგობრებო მხოლოდ ფორვარდები.
გადავინაცვლოთ. ლუის საჰა 30 მილიონი. შენთან მოდის თუ არ დაბიდავ. 31. კაცმა დავიტოვე 100 მისტერი ბოქსი ხო უეჭველი კი. მისტერი ბოქსი გაქვს. ნუ 100 მილიონს ვიხდი საჰაში ვაფშე. სულ გაქვს 60 მილიონი გაქვს. 60 მილიონი გაქვს. სულ 60 მაქვს 60 მილიონს ვიხდი საჰაში. კაი, 60 მილიონად საჰა. თუ 60 მილიონად ეს მისტერი ბოქსი. რაღაცა რა გავიუჭველი. 80-ზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში. უკაცრავად. 48 გოლი ნაკრებში 48 გოლი ნაკრებში და გერმანიის თასის ვერცხლის მედალოსანი. აი ეს რა თვინდა. გერმანიის თასის ვერცხლის მედალოსანი. გერმანიაში რა უნდა და მაგ ფეხბურთელს ხმეტა. არ თქვა არაფერი. მოიცა, ჯერ ვიფიქრე. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ქრისტეს რო არ დამიტოვე გარამიგია. რა როგორ ანუ რამდენიც გაგიხსენეს? ვერცხლის მედალოსანი. ხო? ვერცხლის პრიზიორი, ხო, გერმანიის. 80-ზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში. 80-ზე მეტი. 50 მეტი გოლი, 58 გოლზე მეტი ნაკრებში, ბოდიში. 58 გოლზე. ეხა ეს უკვე. არა, 48 გოლი ნაკრებში, უბრალოდ 48 გოლზე მეტი რა. ხო, 48 გოლი ნაკრებში. ისე ეგეთი მინიშნება შემდეგისთვის გავითვალისწინებ რომ მქონდეს 14 გოლზე მეტი. 14 გოლზე მეტი ძალიან საინტერესო ჭრებს ზოგადად რა. მაგრამ მე ხ მაინტერესებს 80-ზე მეტი გოლი აქვს კაც პრემიერ ლიგაში და. რავი აი. ცუდი. გულსენდე. არ ვიცი ვერო. გერმანია. ნუ გვარი თქვა ვიღაცის. მიდი ანდრო. ვისერჩო. გავხადოთ შოუ კიდევ ერთხელ საინტერესო. ვირჩევ მისტერი ბოქს. დმიტრი ბერბატოვი. საჩუქარი არ არის? ბერბატოვს ველოდებოდი. რობერტსონი არ ავიყვანი მარტო ბერბატოვის. გენიალური. ანუ ეხა ნახავთ ფოფხას დაუნფოლი როგორი არის იმის რომ რობერტსონი არ აირჩია. 155 მილიონი. 155 მილიონად ელ-ჰაჯი დიუფი. თუ ეს ფეხბურთელი. ეგ ფეხბურთელი უეჭველი, იმიტომ 100+ გოლი პრემიერ ლიგაში, 100+ გოლი პრემიერ ლიგაში. ნუ უკვე ადეკვატური აი ნო. რიცხვი. 60+ თამაში ეროვნულ ნაკრებში თოგე და და იმიტაციაზე. 2004-2005 წლებში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რომელიღაც კლუბის. 15-15-ში. არა, 2004-5 წლებში იმ კლუბში, რომელშიც თამაშობდა, რომელიც მან გეტყვი რომ მანჩესტერი და ლივერპული არც ერთი არ არის. სად ბიჭო, გიხუწები? 2004-5 წლებში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს 2004. არა, არა? არა ვიცი. მაშინ დაიყვანე. დაიყვანე ხო მისტერი ბოქს. ეგ იყო ვინც არ ჩამისვამს რა. ხო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი. არა თქო, არა, ეგ მეჩუთხარ. მე მეგონა და მაგის ვაკვირებ. 100+ გოლი პრემიერ ლიგაში. უკვე კარგია რა. აბა, შესაბამისად, მარტივი არის ეს არჩევანი, სულ რო იყოს ეთა ყველა ფიქრო ყველა ანუ ელ-ჰაჯი დიუფზე უკეთესი ყველა პონჩი. ყველა ვარიანტი. კი. ემილ ჰესკი. შვენიერი. 20 მილიონად ემილ ჰესკი. აი, ის მეშინოდა მე და ვინ არა მომივიდა. რამდენად წავიყვანე? 20 წაიყვანე და 155 მილიონი დაგჭა. 155 დარჩა აუ ფოფხას და რობერტსონზე როგორ არ დავბიდე ვაიმე. იმიტომ რომ წარმოიდგინე ეხა გაბროსთან იქნებოდა ძალიან ბიჭო. გაბროსთან შეთან იქნებოდა ბერბატოვი და რობერტსონი და არა დოსენა დოსენა და ჰესკი. გაბროსთან იქნებოდა დოსენა ან ალბათ დოსენას აირჩევდა. კარგი გუნდები მეგობრებო თუ შეიძლება რომ წარვადგინოთ. დაიწყე გაბროშაინ გუნდით. ერთადერთი რაც არ მომწონს, არა, ორი რაღაც არ მომწონს. კაი, პირველია ისაა რომ ბლორის კარიუსი მყავს კარში. დაცვა არის ფლანგები ლეგენდარული ტრენტ ალექსანდერ არნოლდი, ენდრიუ რობერტსონის ფლანგები თამაშობ. ნემანია ვიდის რატომღაც ცენტრში ჯეიმი კარაგერი შეუწყლდა. და ნახევარდაცვის დუო მყავს ალონსო პარიჯისუნგი, ძალიან გვაოფილი ვარ ამით. ბეკემი და გიგზი ფლანგებზე, რუდვან ნისტელროი და ფერნანდო ტორესი. კაი გუნდია. აი გუნდა. დაგმოვთ. ფოფხა. გვაოფილი ვარ. ნო, აი, ვანდერსარი არის ჩემ კარში. დოსენა და გარი ნევილი ფლანგებზე. უკვე კარგად იგავ. ბიჭო, არა, კაი, სინანულში ცოტა დავწყე. ანუ რიო ფერდინანდი და სემი შიპია. დაცვის ცენტრში. ანუ საკმაოდ ადეკვატური. რავი, ანუ ნახევარდაცვაში რა ხდება? ყავს კი, მატიპი ყავს, კაი რა. ნახევარდაცვაში რა ხდება? დოსენა ნევილი ფლანგებზე, ნახევარდაცვაში, ცენტრში ერიკ ჯემბაჯემბა და სტივი ჯი. მე ესამი დავდაი. უყურე, ლივერპულის არა, ერიკ ჯემბაჯემბა და სტივენ ჯერარდი. ჯემბაჯემბა სახელზე გავერთობინ, ჯერარდი მაგრად ითამაშა. შენ გაერთე და გუნდიც გაერთობა. ფლანგებზე მყავს მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე.
შესანიშნავი. უღონ მანამდე მოსმენილი არის იმდენად ცუდი რომ არ მჭირდება დოსენას შეტევაში ავარდნა და გარინევილის მანი და სალანი ყავს იქ. და ემილ ჰესკი და უეინ რუნი. ვაზა. და 125 მილიონი ნაკრებში რა დარჩა. მაგდუო 125 მილიონი დარჩა კიდე, ანუ ფოფხას ფული. ეს სასაცილო იყო ჩემი აზრით. რა იყო საფიჯო? ესე იგი ცუდი არა. სულ ყავს რა. ანუ რობერტსონმა დამღუპა ძალიან. მაგრამ სალაჰი, მანე, ჯერარდი, რუნი რომ ყავს, ანუ თან ჩუმად რომ ამბობდა იმას სახელმწიფო სტივენ ჯერარდი და ერიკ ჯემა. რუნი და კაი გითხარი შენი ჩემი გუნდი გამოიყურება ასე. პრაიმში ერთ-ერთი საუკეთესო საერთოდ ვინც გვინახავს, ორძელ შუა, ანუ დავით დეხეა. აბელ შავიერი, დისტერაურა. ვირჯილ ვან დაიკი. ყველა დროის საუკეთესო მცველობაზე რომ გაიწევს პრემიერ ლიგაში, აი ეგეთი კაცი. და ეხ ბოლო გოლი თუ გახსოვთ მარტო იმ კაისედოსი, ეგ დაივიწყეთ, გაიხსენ დარჩენი, რაც უკეთებია ვირჯილ ვან დაიკს თელი ამ წლების განმავლობაში. საუთჰემპტონშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ყველა არ გადაიხსნიდნენ იმ ხელაფულს. მატიპი მისი ერთ-ერთი საყვარელი მეწყვილე, მატიპი კაცი რომელსაც დრიბლინგით შეუძლია, უცნაური, მაგრამ შეუძლია და კაცი რომელიც გაუჩინარდა და არ მოგენატრათ, ჩემ გუნდშია. მარცხენა მცველი მისტერ ორშაბათი, პატრისეურა, ყველაზე კარგი იუმორის მქონე მარცხენა მცველი, ვინც კი გვინახავს პრემიერ ლიგაში და პრაიმში რა ვიცი, მარტო რობერტსონი თუ დაუდგება. მაგრამ ის დაუდგება, თორე იქნება ევროჯობია. რა შეიძლება ჯობია. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ეს არ არის ხალხო, იმას აგებს ხოლმე, მაგრამ ისე ჩემთანა. ისიც მოგებული აქვს რა. სკოულზე და რა სიტყვით? და ალბათ ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველი პრემიერ ლიგაში ვიღაცებს შორის გაბრო მაგალითად ფიქრობს და ეხლა ვერნარდო შემეწინააღმდეგება. მე შეიძლება სხვა რეფერენცია მქონოდა, მაგრამ ამ წამს მეც გაბროს ვეთანხმები სკოლის საუკეთესო. როი კინი, საუკეთესო კაპიტანი, ვინც კი ყოფილა პრემიერ ლიგაში. ლიგა თავს მიქნებს ისე რომ ნანახი ყავს თან როი კინი პრაიმში. მე არ მყავს პრაიმში როი კინი ნანახი, მაგრამ ვიდეოები ხომ აქ ნანახი. მისტერ აურა. ოცხადაერი აურა საერთოდ. ცუდი აურა. მე შემეშინდება ცუდი აურა გერა. ტიპ აბელ შავიერს და როიკის ერთ და იგივე ნიკნეიმი დაარქვა. მომდი იმას გადავობით. ეხლა ნახეთ. კრისტიანო რონალდო ხალხო არ სასწაული გუნდი ყავს. მეცინება იმდენად კაი გუნდი ყავს. კრისტიანო რონალდოზე საუბარი ზედმეტია. ანუ რეალამდე იყო მანჩესტერი და ხალხს გონია რომ მანჩესტერში კიდე უფრო კარგი იყო. დირკუიტი შვენიერი ფეხბურთელი. აი სტაბილური, კარგი შემტევი. ერთ პლანზე ყავს აბელ შავიერი და დიკი. მეორე პლანზე ყავს რონალდო. და ჩვენ მივაკითხეთ ფორვარდებს. ლუის სუარესიც მე მყავს ხალხო არ თუ გეგონათ რომ ფორვარდები ცოტა დაბალი დონის მეყოლებოდა. ლუის სუარესი მე მყავს და რავი, ერთი შეხებით მოთამაშე უჭკვიანესი ელეგანტური დიმიტარ ბერბატოვი, რომელიც ბურთს მოეფერება და სუარეს კიდევ უფრო გაუკომფორტულებს ყველაფერს რა. დაკრატელა აქ ამ კაც გადაენლი ლივერპულის კარში ისე რომ იცით დიმიტარ ბერბატოვს და რა ვიცი, ანუ საუკეთესო მიყავს. ძალიან ყოფილი ვარ ნეტა მართლა ვიცნობდი ამ ხოლმე. სკოულზი, კინი, რონალდო, სუარესი, ვან დაიკი, დეხეა მყავს და ევრა და ბერბატოვი. შვენიერი გუნდები გამოგივიდათ. ყველაზე ძვირი როგორც მოსალოდნელი იყო რონალდოში დაიხარჯა 240 მილიონი, მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი სალაჰი. მოსალაჰი იყო. მაყურებელს ვთხოვოთ რომ კომენტარებში დაწერონ ვისი გუნდი მოსწონ და რატომ არა ფოფხასი. რატომ არა ფოფხასი და რატომ ჩემი. ერიკ ჯემბა ძალიან კარგად გამოითქმის. ანუ მუსიკალური სახელგვარია. დაუჯერეთ აბელ შავიერს. მადლობა მეგობრებო. კაროჩე, რობერტსონი რო აგეღო, გაბროს გუნდზე საუკეთესო გუნდი გამომდიოდა. აი მენა სასაცილო ერთი ყავს და ორი ეყოლებოდა რა. კარიუსი ყავს იმენა სასაცილო.